მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე გაგაცნობთ ახალ ამბებს. 28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღენიშნება, თბილისში კი ღონისძიება იმართება. მასშტაბური ხანძრები ესპანეთსა და საფრანგეთში და ათასობით ევაკუირებული ადამიანი. მასშტაბური საავიაციო პროექტი პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და შემოდგომაზე გაიხსნება. მისი ჯამური ღირებულება 240 მილიონი ლარია. აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას, რაც გააძლიერებს საქართველოს როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური კვანძის პოზიციას. მიმდინარე სამუშაოები და განხორციელებული პროექტები ეკონომიკის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა დაათვალიერეს, მათ შორის ბიზნეს ლაუნჯი და ფასტ ტრეკი. ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენ ქვეყანაში, შესაბამისად გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს უმასპინძლოთ. ეს რა თქმა უნდა საგრძნობლად გაზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ რომ მივიღოთ მეტი რეისი. საქაერო ნავიგაცია სრულად განაახლებს შუქტექნიკის სისტემას ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, სანავიგაციო ინფრასტრუქტურა, მოფრენისა და აფრენის განახლებული სისტემები, რომელიც ულტრათანამედროვე სისტემებია და სრულად შეესაბამება როგორც ICAO სტანდარტს, ისე ევროკავშირის ნორმებს. 28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით თბილისში იმართება ღონისძიება სახელწოდებით საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროგრესის მიმოხილვა და B და C ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის მიღწევები და გამოწვევები. საქართველოს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული საბჭოს პირველი სხდომაც გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ელიმინაციის პროგრამამ საქართველოს საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა და ქვეყანა გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება. არის ორი მიმართულება, C ჰეპატიტის ელიმინაცია და V ჰეპატიტის დედადან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია. ორივე ამ მიმართულებით ფაქტიურად განაცხადი მომზადებული აქვს საქართველოს. აღნიშნული განაცხადის წარდგენა მოხდება უმოკლეს პერიოდში. პრაქტიკულად შედეგები მკურნალობაზე აღემატება 98%, ძალიან მაღალია კონტინგენტის გამოკვლევა, ისევე როგორც მათი ჩართულობა. არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევები და საბჭომ დასახა ის მიზნები, რომელიც 2030 წლისთვის უნდა განმახორციელოთ ერთობლივად. სახელმწიფო პროგრამა, რა თქმა უნდა, ისევე მუშაობს ჩვენს რეგიონში, როგორც მთლიანად მთელს ქვეყანაში და ეს ინდიკატორები, რაც არის დასაფარი 2030 წლამდე, ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ აქტიური მუშაობით ყველა მიზანი და ყველა ინდიკატორი დავფარდოთ. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფელი ბანერის გამო აქციის ერთი მონაწილე დააკავეს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება 26 ივლისის ღამის საათებში პოლიციის მიერ ამავე ტერიტორიაზე დაკავებულ 10 ადამიანს. უწყება სავარაუდოდ დღეს წარუდგენს სასამართლოს შესაბამის მტკიცებულებებს. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აქციის მონაწილეები შეურაცხყოფელ ფრაზებს სკანდირებდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ მასწავლებლებსა და საერთაშორისო გაწვრთი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძე ასევე შეხვდა აჭარის განათლების სამინისტროს საერთაშორისო გაწვრთი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს. აკადემიის 30 სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში ხორვატიის, ბულგარეთისა და ლატვიის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდა. სტუდენტებმა მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე ილაპარაკეს და მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
შუა დერეფანი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი სატრანზიტო მიმართულებით, ტვირთების მოზიდვა, პორტების მენეჯმენტი, მეზღვაურების სწორგზაზე დაყენება, გაზრდა, აღზრდა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. აღინიშნა ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც საჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მხარდაჭერაც ხორციელდება რესპუბლიკური ბიუჯეტით. ძალიან მნიშვნელოვანი არის მთავრობის მხარდაჭერა უნივერსიტეტის განვითარებისთვის, რადგან უამრავი ინვესტიცია ჩაიდო უკვე აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. საერთაშორისო გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მეზღვაურისთვის, რომელიც შემდეგ მომავალში დაგვეხმარება პროფესიული განვითარებისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს გვიწყობს თუ გავიგოთ რა გეგმები შეიძლება იყოს მომავალში გასწვლის პროგრამებთან დაკავშირებით. დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს მთელი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის. იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. მათ 6 თვიანი ვადა ეძლებათ, რათა სახლები ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 300-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სოფლად სახლის შესყიდვაზე. წელს უკვე 1640 ოჯახს შეუსყიდეთ ჩვენ სოფლად სახლი. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული სააგენტოს. ამ ოჯახებს მიეცემათ 6 თვიანი ვადა, რათა მათ მოიძიონ და სააგენტოში შესასყიდად წარმოადგინონ საცხოვრებელი სახლები, რომელსაც უმოკლეს ვადაში შეუსყიდით. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 1600-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით უკვე სააგენტომ განახორციელა საცხოვრებელი სახლების შესყიდვა და წლის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე კომისიის ჩატარება იგეგმება. დევნილი მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის გაყიდვის, საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმების ეფექტიანად გამოყენების, პროდუქციის სწორად წარმოდგენისა და ონლაინ გაყიდვების ორგანიზების შესახებ. ტრენინგის მიზანი დევნილი მეწარმეებისთვის თანამედროვე ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, მათი ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა იყო. აფხაზეთის სავაჭრო სამმართველო პალატის ორგანიზები და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დევნილ მეწარმეებთან ჩატარდა ტრენინგ შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის მეტად პოპულარიზებას, აგრეთვე მათ ბიზნესის გაფართოებას. ტრენინგი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. მომცა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მივაწოდო უცხოელ აუდიტორიას ჩემი ნივთები, როგორ გავყიდოთ ონლაინ სწორად ჩვენი პროდუქცია. დიდ ბრიტანეთში ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ტურნე გაიმართა. საბალეტო დასმა ლონდონის კოლიზეუმში პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი გედების თბა 12-ჯერ წარადგინა. გაიხსნა ფოტოგამოფენა დადგმის ისტორიის შესახებ. წარმოდგენილი იყო ფოტომასალა, ასევე ნინო ანანიაშვილის საეტაპო სპექტაკლების ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრიდან. ლონდონის კოლიზეუმში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი პირველად 2024 წელს წარდგა. წარმატებულად დავამთავრეთ ჩვენ 12 სპექტაკლი ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ სცენაზე გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტი. ვიცეკვეთ 12 გედების თბა. თითოეულმა ადამიანმა მართა მთელი გულით, სულით და მონდომებით იცეკვეს ამ დროის განმავლობაში და ეს რასაკვირველია, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს არის ჩვენი საქართველოს სახელის გატანა ფარგლებს გარეთ და ესეთი დიდი აპლოდისმენტები, რაც ჩვენ ამ სპექტაკლების განმავლობაში მივიღეთ, არის დაუვიწყარი. უდიდესი მნიშვნელობის პროექტია, რადგან კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული ბალეტის უმაღლეს დონეს საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდესი კულტურული მოვლენის ნაწილი გახლავარ. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ 2 წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით ლონდონის კოლიზეუმის უმშვენიერე სცენაზე. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი ლონდონში, რათა წარმოვადგინო სპექტაკლი საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად და ვიმუშაო უძვირფასეს ნინო ანანიაშვილთან. ძალიან მიხარია მათთან თანამშრომლობა. ხალი ამბები ამ დროისთვის, ქრონიკა ამ დროისთვის დასრულებულია.